რუსეთთან ურთიერთობების დაალაგების პროცესში დავით ნარმანიაც გეგმავს საკუთარი წვლილი შეტანას თბილისის მერი ოლიმპიურ ფესტივალზე მოსკოველ კოლეგას ეპატიჟება. ოფიციალური წერილი ნარმანიას ხელმოწერით უკვე გაგზავნილია, სადაც თბილისის მერი სერგეი სობიანის ორ თანხმლებ პირთან ერთად ეულდება საქართველოში. დავით ნარმანიას სტუმართმოყვარეობა კი შეაძლოა მის საკრებულოში დაბარების მორიგი მიზეზი გახდეს. წერილი მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის სახელზე დავით ნარმანიას ხელმოწერითაა. თბილისის მერმა რუსი კოლეგა და მასთან ერთად ორი თანხმლები პირი თბილისში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაპატიჟა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო აქცენტი ავრცელებს. მანამ სანამ საქართველოში გვაქვს ოკუპანტი რუსეთის სახით არანაირი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ოფიციალურ თანამდებობის პირების ჩართვაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ნარმანიას მხრიდან წერილის გაგზავნის საკითხი არ არის გამორიცხული საკრებულოს ხდომაზე მისი მოწვევის მიზეზის გახდეს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თბილისის მერისგან ახსნა განმარტებებს ითხოვენ. საწყენია რომ მერი დიდი პატივცემით იპატიჟებს მოსკოვის მერს, რომელთანაც როგორც ჩანს ის აპირებს ჭიდაობის ილეთებზე ან ბატონზე ხტომის ნიუანსებზე საუბარს. თბილისის მერიაში მოსკოვის მერთან მოსაწვევის გაგზავნას ტექნიკურ საკითხს უკავშირებენ. მათი განცხადებით, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოსაწვევი დავით ნარმანიას ფაქსიმილეთი 49 ქვეყნის მერის სახელზე მომზადდა და ავტომატურ რეჟიმში მათთან ერთად სობიანინიც დაპატიჟეს. განცხადების გავრცელების შემდეგ დავით ნარმანია დამატებით კომენტარზე უარს ამბობს. განცხადება გავრცელებულია და იმ განცხადებაში არის ყველანაირი ინფორმაცია. თბილისის მერის მიერ მოსკოვის მერის სახელზე მოწვევის გაკეთებას საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოსაწვევი ადრესატისთვის აღარ გაუგზავნიათ. ოკუპანტის სახელმწიფოს ქმედებების გამო მოსკოვის მერის თბილისში სტუმრობა დაუშვებლად მიაჩნიათ ოპოზიციაში. ქართული ოცნება დაშორდა თავიდან ბოლომდე იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არის შექმნილი და მართლაც დროულად ისინი უნდა წავიდნენ საერთო ხელისუფლებიდან. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა არ გაუგზავნა პუტინს და მედვედევს მოსაწვევა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის სწორად მიუღებელი. დავით ნარმანიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და არასამთავრობოები. არ არის გამორიცხული მათ ხვალ ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით საგანგებო განცხადებაც გაავრცელონ. საქართველოს ოფიციალურ პირს, წარმომადგენელს ხელისუფლებისა არანაირი უფლება არ აქვს პირდაპირ გზით მიმართოს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ვისთანაც საქართველოს ამწუთას გაწყვეტილი აქვს ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა. თუ ეს ასეა, ჩემი აზრით, მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენთვის გაუგებარია ჩვენ მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურები რა პოლიტიკას აწარმოებენ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას აწარმოებენ ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მხოლოდ რუსის სპორტსმენების დელეგაციის მოწვევას ადასტურებენ საორგანიზაციო კომიტეტში. მათი განმარტებით პოლიტიკოსებთან მოსაწვევის გაგზავნა მათი პრეროგატივა არ არის. საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან არანაირი მსგავსი დოკუმენტი არ გასულა და არც ერთი ქალაქის მერი არ ყოფილა მოწვეული. სერგეი სობიანინი მოსკოვის მესამე მერია. მან 2010 წლის 21 ოქტომბერს ამ პოსტზე ლუშკოვი ჩაანაცვლა. ის იძინა არასიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და პარტიის მოსკოვური ბიუროს მმართველი. 2005-2008 წლებში სობიანინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი მედვედევის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.